წარმოგიდგენთ პირველ სტუმარს საირმეზე მდებარე წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი იაკობ მუჯირი შემოგვიერთდა. მამა იაკობ, დაგლოცეთ, მადლობა მობრძანებისთვის. დიდი მადლობა, ჩვენც გილოცავთ, რა თქმა უნდა. დღევანდელი დღის მნიშვნელობის შესახებ გვინდა რომ ვისაუბროთ. დღეს საქართველოს ეკლესია აღნიშნავს მოციქულთა სწორის ქართველთა განმანათლებლების ქალწულ ნინოს ხსენებას და ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის ჩვენი ქვეყნისთვის. ტროპრით გვინდა რომ დავიწყოთ, აი სწორედ ტროპარი მოვისმინეთ ახლა და აი ტროპრის შინაარსზე რომ რამდენიმე სიტყვა გითხრათ, რა ასპექტებზე არის ყურადღება გამახვილებული და შემდგომ უკვე წმინდა ნინოს ცხოვრებას შევეხებით. ბუნებრივია წმინდა ნინოს ცხოვრებას გარკვეულწილად აი ამ ტროპარში არის ასახული. მოღვაწეობა მისი. პირველი სიტყვები რაც ჩვენ მოვისმინეთ არის სიტყვის ღვთისა მსახურთა თანამოსაგრეო. სიტყვა ღვთისა, რა თქმა უნდა, არის მეორე ჰიპოსტასი, ანუ ქრისტე და ამ ქვეყნიური მოღვაწეობის დროს სახარებისეული სწავლებიდან ვიცით რომ უფალი ეუბნება მოციქულებს თქვენ მეგობარნი ჩემნი ხართ. მაგრამ აქ არის ნახსენები რომ ისინი თავიანთი მორჩილებით დაემოწაფნენ ქრისტეს და შემდეგ წარაგზავნა ქრისტემ სამოციქულო მოღვაწეობის აღსასრულებლად და აქედან გამომდინარე ქრისტეს ანდერძის აღსრულება არის ქრისტეს მსახურება და სამოციქულო მოღვაწეობა აღსრულდა მათი მხრიდან, ანუ სიტყვის ღვთისა მსახურნი არიან ქრისტეს ცნების აღმასრულებელნი, მოციქულები და თანამოსაგრე ნიშნავს რომ მოციქულებრივი ღვაწლის მტვირთველი ხარ შენ. და სულისაწმინდისა ქნარო ნინო. აი ეს უკვე არის პოეტური გამონათქვამი. პირველ რიგში საუბარია იმაზე, რომ სამოციქულო მოღვაწეობა წარმოუდგენელია სულიწმინდის მადლის გარეშე და ადამიანი, რომელიც მოციქულებრივ ღვაწლს იტვირთავს და მოციქულთა სწორი იქნება, შესაბამისად არის ჭურჭელი სულისაწმინდისა. მაგრამ არა მარტო ჭურჭელი, ანუ არა მარტო დაემკვიდრა მასში სულიწმინდის მადლი. ამას ჩვენ ყველანი ვითხოვთ, მოციქულები ვართ თუ არა. მეუფეო ზეცათაო არის სულიწმინდის მოხმობის ლოცვა და ჩვენ მას ვევედრებით, რომ არა ერთჯერადად მადლით მოგვიხილოს, არამედ მოვედა დაემკვიდრე ჩვენ შორის. აი ეს დამკვიდრება და მოსვლა არის რა თქმა უნდა ყველაზე მთავარი რაც უნდა აღსრულდეს ადამიანის ცხოვრებაში, მაგრამ მისი მოსვლა და დამკვიდრება ხდება რითი და წმიდა ყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწის, ანუ როდესაც ადამიანი განიწმიდება და ზიარების წინა ლოცვებშიც ამას ვითხოვთ ჩვენ რომ განწმიდე გულით, ირკუმელნი და ყოვლითურთ განმაახლე. აი ეს განახლება, ეს სიწმინდე უკვე საწინდარი ხდება იმისა, რომ სულიწმინდის მადლით აღიოსოს ადამიანი. და ტროპარში ნახსენებია, რომ არა მარტო ჭურჭელია სულიწმინდის, არამედ სულიწმინდის მიერ მეტყველია და არა მარტო მეტყველი, არამედ კეთილხმიანია, იმიტომ რომ ქნარსაა შედარებული, ანუ საკრავს. ამიტომ აი ეს კეთილხმიანება ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, ყოველთვის იზიდავდა ადამიანს. სხვათა შორის თუ არ ვცდები წმინდა ირინეოს ლიონელი ამბობს ესეთ სიტყვებს, რომ მოვიდესო ყოველიერი, მოვედით ყოველნო ერნო, ესეთი ეპისტოლი აქვს მას და თქვენ მოისმინეთ ახალი ჰანგი, ახლად გაჟღერებული მელოდია, რომელიც არ მოგისმენიათ ჯერ და რომელიც თქვენ გულებს გაახარებს. და მე ამ ქადაგების დროს წარმოთქვავს სიტყვებს, რომ როგორც მითიური ორფეოსი მიიზიდავდა ყველას აი ამ კეთილხმიანებით, ასევე ამ ახალ მუსიკაში, ანუ ახალ ჟღერადობაში იგულისხმება ის, რომ პირველი იყო მითიური ჟღერადობის, ანუ ძველაღთქმისეული და უფრო წარმართული, ხოლო ახალი ჟღერადობის სასიხარულო მელოდია ამ შემთხვევაში იგულისხმება ახალაღთქმისეული სწავლება. ამიტომაც აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოეტური და იგაური სახის მეტყველება და ეს ასე ვთქვათ შემკულობა თან ახლავს ამ ტროპარს, მაგრამ რა თქმა უნდა იმ განსაკუთრებულ ღვაწლზე მეტყველებს, რომელიც მოციქულთან არის დაკავშირებული. ამიტომ ძალიან საინტერესოა ტროპართან ერთად საკითხავი სახარება და სამოციქულო. აი ტროპარში არის სწორედ ანდრიას ქადაგებისა წარმართება და სამოციქულო რომელიც დღეს იკითხება წირვაზე, იკითხება ასევე ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს. ყოველი მოციქულის ხსენების დროს იკითხება ეს მოციქულთა ღვაწლის ამსახველი შეიძლება ითქვას საკითხავი, სადაც პავლე მოციქული მოციქულებრივი ღვაწლის
გამოცდილებას გვიზიარებს თუ როგორ იყო მოციქულთა ყოფა და ცხოვრება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა. გარდა ამისა, ორიოდე სიტყვით მინდა შევეხო სახარებასაც, იმიტომ რომ სახარება ასევე ყოველთვის წმინდა ნინოს ხსენების დროს იკითხება 10 ქალწულის იგავი და რა თქმა უნდა ჩვენ ვიცით იგავის თანახმად რომ იყო 5 სულელი, ანუ მოუმზადებელი, ის რომელიც არ იცნობდა სიძეს, ანუ ქრისტეს, არ მოელოდა შესაბამისად და ასევე მათ პარალელურად იყვნენ გონიერი და ბრძენი ასულები. აი ყოველი ადამიანი ამ შემთხვევაში გოგონა, ქალბატონი, რომელიც ელოდება სიძეს, ანუ სიხარულის თანამონაწილე არის. აქ სიძეში გულისხმობა ქრისტე, ქორწილში გულისხმობა სასუფეველი, ვინც ქორწილის მიღმა, ანუ სასუფეველის მიღმა არ რჩება. რა არის ამის წინაპირობა? ის რომ ემზადება საამისოდ, რომ მას აქვს ლამპარი, რომ მას ასევე აქვს მღვიძარება და ესეთი სიტყვებია ნახსენები, რომ მიერულა ყოველთა, ანუ ყველას ძილი მოერია, მაგრამ გონიერი ქალწულები, ის 5 ქალწული და 5 სინამდვილეში არის არც თუ ისე დიდი რაოდენობა. ამიტომ სახარებაში ქრისტე ამბობს, რომ ნუ გეშინინ მცირესა მაგას სამწყსოსა. მცირედნი ვლენან იმ ჭეშმარიტ გზაზე, რომელიც არის უფლისაკენ მიმყვანებელი, მაგრამ მათ რიცხვში, რა თქმა უნდა, წმინდა ნინო მოიაზრება თავისი მოღვაწეობით, სულიწმინდის მადლით აღსებული ცხოვრების წესით. და ამიტომ სახარება, როდესაც იკითხება 10 ქალწულის იგავთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, აქ მოიაზრება წმინდა ნინო და მისი მზაობა ქრისტეს მიმღეობისა და არა მარტო მიმღეობის, არამედ სამქადაგებლო ცხოვრების წესი. რაც შეეხება სამოციქულოს, მოციქულთა სწორობა ნიშნავს იმას, რომ წმინდა ნინო მიტვირთა, მიუხედავად მისი სისუსტისა, მისი სისუსტეში გულისხმობ, რომ რა თქმა უნდა ის არ ყოფილა სრულწლოვანი, არ ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორც მამაკაცები და მოციქულები და არც ისეთი გამოცდილება ქონია დაუშვათ როგორც მათ, მიგრაციის გამოცდილებას გულისხმობ, პრაქტიკულ გამოცდილებას, მაგრამ მიუხედავად ამისა იგი სრულად ღმერთზე მინდობილი მოდის უფლისნების აღსასრულებლად. და ამიტომ მოციქულთა ღვაწლის თანაზიარია იგი და კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლე არის მეოთხე თავი. ფაქტიურად პავლე მოციქული შეიძლება ითქვას უკვე აღსრულებული სამოციქულო მოღვაწეობის ასე ვთქვათ გამოცდილების კვალობაზე, აღსრულებული ღვაწლის კვალობაზე გვიზიარებს გამოცდილებას. და ესე იწყება სამოციქულო. ნახეთ, ის არ ამბობს კატეგორიულად, ამბობს რომ მოსაზრებას ვაჟღერებ. ძმანო, ვგონებ ვით არამედ ღმერთმა ჩვენ უკანასკნელად გამოგვაჩინა ვით არცა სასიკვდინენი. ანუ ჩვენი მოღვაწეობა უკავშირდება თავგანწირვას. ეხლა ჩდება კითხვა, როდესაც უფალი ამბობს სახარებაში, რომ თქვენ მეგობარნი ჩემნი ხართ, ანუ ძალიან უახლოესი გარემოა ამ 12 მოციქულისა, 30-თაგანისა და ასეთი ადამიანი, როდესაც მოღვაწეობის ბოლოს ამბობს, რომ ჩვენ შეწირულები ვართ ამ სამოღვაწეო ასპარეზის დროს, რა იგულისხმება აქ? სხვათა შორის არის ესეთი გარემოება გასათვალისწინებელი, რომ რენანთან არის დაკავშირებული ეს და მის ეპოქასთან საფრანგეთში იყო ათეისტური მოძრაობა, კრიტიკული აზრის დომინაცია და ტირაჟირება სახარებისეულ სწავლებასთან და ზოგადად ბიბლიის სწავლებასთან დაკავშირებით და აი მსგავსად მოაზროვნე ადამიანები აკრიტიკებდნენ ქრისტეს ამ გაჟღერებული სიტყვების გამო, რომ როგორ არის ქრისტე კეთილი მწყემსი, სხვათა შორის ეს კეთილი მწყემსის იდეალისადმი წინააღმდეგობა არ არის ახალი. როგორ არის ქრისტე კეთილი მწყემსი, როდესაც იგი თავის მოციქულებს აგზავნის სასიკვდილოდ. და ესეთი პასუხია განმარტებაში, რა თქმა უნდა, პასუხი არის ეკლესიის ისტორიიდან გამომდინარე და ფაქტებიდან გამომდინარე, რომ მართალია ქრისტემ წარავლინა მოციქულები და მოწაფეები მგელთა შორის, ანუ რომის იმპერიაში, მაგრამ წყემსის მიზანდასახულობა იყო მგლებისა და წარმართული გარემოს ძლევა. და რა თქმა უნდა, ბუნებითი წესიდან გამომდინარე, თავს ესხმოდნენ მგლები ცხვრებს, მაგრამ გამარჯვებულები აი ამ სულიერ ბრძოლაში რჩებოდნენ მარტვილები, ანუ მოწამეები და რა თქმა უნდა, სამოციქულო ეკლესია. ესე იგი, რაც უფრო მეტად ხდებოდა წინააღმდეგობა და დაპირისპირება ქრისტეს სწავლებასთან დაკავშირებით, მით უფრო ძლიერდებოდა ეკლესია. და
აი ეს ძველაღთქმისეული მიდგომა, რომ ესენი ეტლებითა და ესენი ჰუნებითა, ხოლო ჩვენ სახელითა უფლისათა, იმემკვიდრევა ახალაღთმისეულმა ეკლესიამ, რომ რომის იმპერია, გნებავთ ეგვიპტის იმპერია, რომელიც იმედოვნებდა, რომ ასე ვთქვათ, სამხედრო სპეცოპერაციაში მდგომარეობდა მათი, ასე ვთქვათ, პოლიტიკური და ეროვნული სიძლიერე, ისრაელი ერი ყოველთვის იმედოვნებს, რომ ღმერთი არის მასთან და ფსალმუნთა წიგნში არის სად წარმართა და იძლიენით, ანუ ყოველმა წარმართვა იცოდეს, რომ ჩვენთან დამარცხდება და რა არის ამის წინაპირობა, რამე თუ ჩვენთან არის ღმერთი. ანუ რადგან ღმერთის ჩვენთან ყოფობა არის ჭეშმარიტი და ჩვენ ვართ ისრაელიერი, ანუ ღმერთის საზეპუროერი და ჩვენთან ცოცხლად განიცდება ღმერთის ყოფობა და შეწევნა, ჩვენ გვაქვს იმედი და რწმენა და სასოება, რომ ყოველთვის შეგვეწევა უფალ. აი ამ პრინციპით ხდება ახალაღთქმისეულ ეკლესიაში მოღვაწეობის აღსრულება და აქედან გამომდინარე მართალია ფიზიკური ძალით ნადგურდება დაუშვათ ქრისტიანული დიოცეზები, სამრევლოები, ასე ვთქვათ და ის მცირე შესაკრებლები, რომელსაც ქრისტე ამ ქვეყნიური მოღვაწეობის დროს როგორც უკვე ვთქვით, ანუგეშებდა, რომ ნუ შეშინდება მცირე სამწყსო, მაგრამ სინამდვილეში უფრო მეტი ადამიანი ხდებოდა ქრისტიანი, უფრო მეტი ინათლებოდა და უფრო მეტი, ასე ვთქვათ, ვრცელდებოდა მადლმოსილი მდგომარეობა, უფრო მეტად ვრცელდებოდა საეკლესიო ცხოვრების წესი და ტრადიცია და საბოლოო ჯამში იმპერიები მარცხდებოდნენ ცხოვრების წინაშე. ამიტომ მართალია, რომ ამასოფლის წესით და ლოგიკით გაუგებარია, რატომ უნდა მომხდარიყო ეს, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ უფლის სიტყვები, რომ ჩემი მეუფება არ არის სამქვეყნიური. შესაბამისად, უფალი ამ პრაქტიკულ მხარეზეც ამახვილებს ყურადღებას სახარებაში და ამბობს, რომ მეფე, რომელიც იქნებოდა ბრძოლად გამზადებული, ანუ გადაწყვეტა, რომ რომელიმე ქვეყანასთან ბრძოლას და ასე ვთქვათ, დაპირისპირებას, პირველად შეაფასებდა მის ასე ვთქვათ, სამხედრო ძალას და თუ კი მას არ შესწევდა უნარი, რომ ფიზიკური წინააღმდეგობა გაეწია, მოიკითხავდა მას და ასე ვთქვათ, დიპლომატიურად გაუგზავნიდა ძღვენს. თუ კი იგაურ სახისმეტყველებაში ქრისტე აი ამ პრაქტიკულ მაგალითს აჟღერებს, რა თქმა უნდა, მან ძალიან კარგად იცოდა, როგორ უნდა წარმართულიყო დიპლომატიური დამოკიდებულება თუ სამხედრო, ასე ვთქვათ, ნაბიჯი ყოფილიყო გადადგმული, მაგრამ ამას იმიტომ არ აკეთებს, რომ მისი მოღვაწება და მეუფება არ არის სამქვეყნიური და შესაბამისად ამ ქვეყნის სიბრძნეს და ლოგიკას არ ეფუძნება მისი საღვთო მოქმედება. ამიტომაც, ძანეთ რა დაასრულეთ და შემდეგ შეგეკითხოთ. ამიტომაც მნიშვნელოვანია ის, რომ ყველაფერი საპირისპიროა, შეიძლება ითქვას და ანტინომიური და მოციქული ამბობს, რომ თქვენ ბრძენ ქრისტეს მიერ ჩვენ სულელ, ანუ ამასოფლის ძლიერნი არიან ბრძენი, ხოლო ჩვენ როგორც სულელნი ქრისტესთვის, ანუ როგორც სალოსები შეიძლება ითქვას ასე მოქმედებთ, თქვენ დიდებულები ხართ, ხოლო ჩვენ გინებულ, ანუ ჩვენ შეურაცხყოფილნი, იმიტომ რომ ყველგან არიღებენ მოციქულებს და არა მარტო არიღებენ, არამედ შეიძლება მათზე იძალადონ და მოწამეობრივადაც ახსრულდეს მათი ცხოვრება. და მე ამბობს, ვიდრე აქაჟა ამადმდე გშიისცა და წყურისცა და შიშველ ვართ და ვიქენჯნებით. ანუ დღევანდელ დრომდე ჩვენ გადაღლილები ვართ, გშია კიდევაც, არ გვაქვს სათანადო შესამოსელი და ვიდევნებით და თავს ვიდებთ. ანუ აი ამ 8 წელს ჩვენ ტვირთულობთ და ვაგრძელებთ მოღვაწეობას, რამე თუ ვიქმთ ხელითა ჩვენითა და ჩვენი პროფესიით, გარდა სამქადაგებლო მოღვაწეობისა და ჩვენი საქმიანობით ვცდილობთ, რომ საზრდოობდეთ, ანუ გამოვკვებოთ ჩვენი თავი და ჩვენი ოჯახი და აი ამ 8 წლის მტვირთველნი ვართ ჩვენ და მე მაგინებელთა ჩვენთა ვაკურთხებთ, ვიდევნებით და თავს ვიდებთ. ანუ მართალია ჩვენ შევიწროებულები ვართ, მაგრამ ვინც გვავიწროებს, მათ ვლოცავთ. ანუ გიყვარდეთ მტერნი თქვენი სამოციქულო მოღვაწეობის დროს აღსრულებულია და ესეთი სიტყვებია ძალიან საგულისხმო, ყოველთა ნასახურ მოაქამდე, არასაკდემელად მივწერ თქვენ და ანუ თავს კი არ გაცოდებთ, როდესაც ამას ვამბობ, არამედ ჩვენ მოღვაწეობას წარმოვაჩენ თუ რა გზა გავიარეთ, სანამ თქვენამდე მოვიდოდით. და ყველაზე მთავარი, ასე ვთქვათ, პრინციპი
სამოციქულო მოღვაწეობის არის ქრისტეს სამწყსოს დამწყემსვა, ანუ მათი დაპურება სულიერად და მათთვის სწორი გზის ჩვენება, ანუ ქრისტესთან მიყვანება. და ასეთ სიტყვას ამბობს, ვართ ნასახურ მოაქამდე. აი ეს ნასახური არის ძალიან საინტერესო და სანამ სამედიცინო, ასე ვთქვათ, სწავლება და დისციპლინა განვითარდებოდა, იქამდე, რა თქმა უნდა, ბევრი გზა გაიარა კაცობრიობამ იმისათვის, რომ დღევანდელ სრულყოფილ სახემდე მოსულიყო და კურნების მეთოდოლოგია დახვეწილიყო და სანამ ეს მოხდებოდა, როდესაც ადამიანი იყო ცხელებით, ანუ ხურებით, ასე ვთქვათ, დასნეულებული, ესეთი პრაქტიკული მხარე არსებობდა, მასთან ჯდებოდა ადამიანი მის სასტუმალთან ახლოს, ალტობდა, ანუ ასველებდა ნაჭერს და წმენდდა ოფლს. და აი ნასახური, ანუ სახეზე მოსმული ნაჭერი იყო აი ეს და პავლე მოციქული აი ამ მაშინდელ საკურნებელ საშუალებას იხსენებს და ამბობს, რომ ჩვენი მოღვაწეობა ადამიანთათვის არის სახეზე ოფლის მოწმენდა, რომელიც საწინდარი ხდება აი ამ ხურების, თუნდაც ნებული ცხოვრების დაცხრობისა და ამის შემდეგ განკურნებისა და სულიერი გაჯანსაღებისა. რა თქმა უნდა. და რატომ არის დამწყსობა ქრისტეს მცხოვარის სამოციქულო მოღვაწეობის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ნაწილი? იმიტომ რომ როდესაც ქრისტე პეტრე მოციქულს ეკითხება, პეტრე გიყვარ მე? სამჯერ ეკითხება. სამივეჯერ უმეორებს, თუ კი გიყვარ ვარ, ჩემი სამწყსო უნდა დამწყსა შენ. აძოენ კრავნი ჩემნი, ანუ დააპურე ჩემი სულიერი სამწყსო. შესაბამისად მოციქული ამბობს იმას, რომ ჩვენ ქრისტეს ცნების აღმასრულებელნი ვართ, მისი ასე ვთქვათ, ნაანდერძევი მოღვაწეობა აღვასრულეთ და სამისოდ გავიარეთ ეს გზა, რომელიც ნახსენები არის დღევანდელ სამოციქულოში. და კიდევ ერთხელ რომ დავაზუსტოთ, ეს სამოციქულო იქნება სწორედ წაკითხული დღეს წმინდა ლიტურგიაზე, რომელიც აღევლინება ყველა მოქმედ ტაძარში დღესასწაულთან დაკავშირებით. მამა იაკობ, აი აღინიშნა, რომ ზოგჯერ ისე ხდებოდა, რომ ცხვრები იმარჯვებდნენ დიდ იმპერიებზე, ანუ ჩვენ ყოველთვის ასე ხდებოდა, დიახ. ჩვენ შემთხვევაში, ანუ საქართველოს შემთხვევაში შესაძლებელია ჩვენ იმპერიები არ დაგვიმარცხებია, მაგრამ ის რომ გადავრჩით, ასეთი მცირე რიცხოვანი ერი, ასეთ ისტორიულ ქარტახილებს გადავრჩით და გამოვიარეთ, რა თქმა უნდა, არის ღვთისგანგებულება და წმინდა წმინდა ღვთისმშობლის მფარველობა, რაზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, 1700 წლის თავი ქართლის მოქცევიდან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი აღინიშნება წელს და როდის თუ არა დღევანდელ დღეს განსაკუთრებულად უნდა ვისაუბროთ ამაზე, იმიტომ რომ ქართველთა გაქრისტიანების პროცესი სწორედ წმინდა ნინოს ღვაწლით გასრულდა უკვე მე-4 საუკუნეში და ამ დროს გამოცხადდა 326 წელს საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად. ამიტომ აი ამ თემასაც რომ შევეხოთ, რა მოუტანა საქართველოს ჩვენს ქვეყანას ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება? პირველ რიგში თუ ისტორიული და პოლიტიკური მნიშვნელობით ვიტყვით, საქართველოს გაერთიანება უკავშირდება ამას, იმიტომ რომ თვით კათალიკოს პატრიარქის უწმიდეს და უნეტარესის, ასე ვთქვათ, სტატუსიც ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგი ამასაც აკრიტიკებს, რომ რატომ ქვია დაუშვათ უწმინდესი და უნეტარესი. ისტორიულად ცნობილი არის, რომ როგორც ასე ვთქვათ, გარკვეული ისტორიული მონაკვეთის პერიოდში იყო ორმეფობა, ასევე ორი საეკლესიო მმართველობა იყო საქართველოს ეკლესიაში, აღმოსავლეთში და დასავლეთ საქართველოში და ტიტულატურაც იყო დაყოფილი, დაუშვათ დასავლეთ საქართველოში იყო უწმინდესი, აღმოსავლეთში უნეტარესი და საქართველოს გაერთიანება, ანუ სარწმუნოებრივი გაერთიანება დაკავშირებული ამ ტიტულის გაერთიანებასთანაც და იმასთან, რომ კათოლიკოსი შემდგომ, რა თქმა უნდა, კათოლიკოს პატრიარქი არის მატარებელი ამ ორი ტიტულისა, იმიტომ რომ გაერთიანებულ საქართველოს წყემს თავრობს პატრიარქი და აქედან გამომდინარე ტიტულატურაც კი დაყოფილი იყო, ისევე როგორც ორმეფობის დროს, კიდევ ერთხელ ვამბობ და აი ამ გეოგრაფიული და ისტორიული ერთობის საწინდარი, რა თქმა უნდა, იყო სარწმუნოებრივი გაერთიანება. რაც შეეხება იმას, რომ ჩვენ უშუალოდ იმპერია არ დაგვიმარცხებია, ჩვენი ასე ვთქვათ, мотиваცია და არც სხვა დაუშვათ მოძმე ეკლესიებისა იქნებოდა ეს ანტიოქია, იერუსალიმი თუ
სხვა ასე ვთქვათ საპატრიარქოები და სხვა ეკლესიები მათი მიზანდასახულობაც არ ყოფილა პოლიტიკური უპირატესობის მოპოვება, ეს ბუნებრივად მოხდა და რადგან ევქარისტიულ ერთობაში ვართ იერუსალიმის, ანტიოქიის და ძველ ძმა ეკლესიებთან, რა თქმა უნდა, ჩვენს თანაზიარი ვართ ამ გამარჯვებისა, მაგრამ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის სულიერი გამარჯვება, რომელიც ქრისტეს ეკლესიას აქვს აღდგომით, სიკვდილი იძლია და საფლავების შინათ ამყოფებს ეხარა ცხოვრება საუკუნო. ამიტომ ამ გამომხსნელობითი ღვაწლის გვირგვინი რა თქმა უნდა არის ჯვარცმი, უბრალოდ ჯვარცმის შედეგად აღდგომა და არა მარტო აღდგომა, ზოგიერთის ასე ვთქვათ სულიერი ხედვა მარტო ფოკუსირდება აღდგომასთან დაკავშირებით. ამიტომ სახარება, როდესაც იკითხება წირვის დროს და შემდგომ ლიტურგიკული ასე ვთქვათ დინარება უკავშირდება აი ამ პროცესს, ძალიან მნიშვნელოვანია რომ გარდასახვის წინ არის ესეთი სიტყვები მომხსენებელნი უკვე საცხოვრებელი ამის ცნების, ანუ შენი მაცხოვრებელი ვნებების და სწავლების მომხსენებელნი, გამხსენებელნი ვარ წმინდა ევქარისტიის დროს, წირვის დროს და რას ვიხსენებთ? ჯვარცმისა, სამდღე დაფლვისა, აღდგომისა, ზეცად აღსვლისა, მარჯვენი ღმრთისა და მამისა დაждომისა და დიდებულისა ყვალად მოსვლისა. ესე იგი, ჯვარცმის შემდგომ რა თქმა უნდა ყველაზე მთავარი და სანუგეშო არის აღდგომა, მაგრამ აღდგომის შემდგომ არის ამაღლება და ამაღლების შემდგომ არის მეორედ მოსვლის მოლოდინი, რომელიც უკავშირდება სიხარულს, იმიტომ რომ აპოკალიფსის წიგნი თავდება აი ამ სიტყვებით ჰე მოხვიდოდე უფალო და აქედან გამომდინარე აი ეს მზაობა, როგორც 10 ქალწულის სიგავში არის ნახსენები, რომ სიძეს სათანადოდ მომზადებულები ელოდებიან, უკავშირდება ქრისტიანულ ცხოვრებასაც, რომ ჩვენ არ ვიცით როდის იქნება ეს, მაგრამ შესაბამისად და სათანადოდ უნდა იყოს ადამიანი სულიერად მზად საამისო და ეს ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ ძალიან ბევრი და ღრმა გარემოება გასათვალისწინებელი და ყველაფერი არის ერთმანეთთან დაკავშირებული. ძველაღთმისეული სწავლება, 60 ქულო მოღვაწეობის განმარტება, რა თქმა უნდა სახარებისეული სწავლება, აი ამ ყველაფრის განივთება და თვალსაჩინო მაგალითია, რომ ეს უბრალოდ გაჟღერებული ეპისტოლე კი არ არის, არამედ პრაქტიკასთან თანაზიარება მასთან დაკავშირებული და ეკლესიის ისტორია სწორედ აი ამ ნაბიჯებთან არის დაკავშირებული, რომელიც უკავშირდება ქრისტიანობის ქადაგებას. დიახ, მამა იაკობ, ჩვენი პასუხისმგებლობა თითოეულის დღესასწაულის აღნიშვნასთან დაკავშირებით, აი ესეც მინდოდა მეკითხა. აი ვიცით, რომ არის ნინოობა, ხო? და უბრალოდ ერთმანეთს ულოცავთ ნინოებს განსაკუთრებით, მაგრამ აი რა არის ამ დროს ადამიან ქრისტიანის პასუხისმგებლობა, ქართველთა განმანათლებლების დღეს აღნიშნავთ, ხო? იმ პიროვნების, იმ წმინდანის, რომლის მოღვაწეობამაც დიდწილად განსაზღვრა ჩვენი ერის მომავალი. პირველ რიგში ეს უნდა იყოს мотиваციის მომნიჭებელი, ანუ мотиваცია თანამედროვე სინამდვილეში ძალიან აქტუალური საკითხია და შეიძლება мотиваციის მოტივებს ადამიანი არაჯანსაღად ეძებდეს და ნაკლებად ეძებდეს ქრისტიანულ წიაღში, მაგრამ და მოძველებულად მიიჩნიოს, მაგრამ როდესაც დაუშვათ ახალგაზრდა გოგონა ძალიან დიდი წარმატების მაგალითს გაძლევს, რა თქმა უნდა ეს უნდა იყოს სანუგეშო და მათ შორის თანამედროვეც და არანაირად დროს არ უნდა უკავშირდებოდეს ეს ისტორიული ქმედება, თუნდაც გარდა სულიერ მოღვაწეობისა, რა თქმა უნდა სულიერ მოღვაწეობასთან ერთად უკავშირდება ისტორიულ გარემოებას და ასე ვთქვათ მონაკვეთს ეს აღსრულებული ღვაწლი. ამიტომ მირიანი და ნანა წმინდანები ასევე რომ არ ვახსენოთ, რა თქმა უნდა ის რომ უცხო ქვეყნიდან მოდის ახალგაზრდა გოგო და მეფის წინაშე აჟღერებს სწავლებას, მეფე და დედოფალი ინტერესდება მისით, უჯერებენ მას და მათთვის ავტორიტეტული ხდება ასაკით მცირე უცხო ქვეყნიდან მოსული ადამიანი, ამაზე მეტი წარმატებულობის მაგალითი რა უნდა იყოს, თუ კი ადამიანი ამას დაიჯერებს. ამიტომ მე ვფიქრდება ადამიანი იმაზე, თუ რა იყო მთავარი ქვაკუთხედი მისი ძლიერებისა და რა იყო მისი мотиваტორი, ასე ვთქვათ, ანუ რა შეყრდნობოდა იგი ამ მოღვაწეობის დროს, რისი ეჯერა მას და რა რწმენა ჰქონდა საამისოდ. და რა თქმა უნდა ეს უკავშირდება ქრისტეს და ადამიანი უნდა დაფიქრდეს იმაზე, რომ მართალია ჩვენ ვართ ქრისტიანები და ჩვენი წინაპრები ყოველთვის მართლმადიდებლები იყვნენ, მაგრამ ჩვენ პირადი გზა უნდა გავიაროთ ქრისტემდე და უნდა გავიაზროთ, რომ რა დიდი მნიშვნელობა და რა დიდი წყალობა აქვს ამას, რომ ჩვენ ვართ ქრისტიანები და ნათელღებულნი.
ამავდროულად როგორც ქრისტიანი. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს დიდი მადლობა. საიმეზე მდებარე წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი იაკობ მუჯერი საუბრობდა სტუდიაში.